თქვენც და ჩვენც რამდენი პრობლემა გვინახავს პოლიტიკური თვალსაზრისით, გნება მედიის მიმართულებით, მაგრამ ასე ერთად თავმოყრილი, რატო რომ მედია ამ მდგომარეობაშია, რაც ახლა თქვი, პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ სარჩელია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანილი. თქვენ შემოგია შეგიყვანეს იმ სიაში, ეს ხაჯობა. სამოქალაქო საზოგადოებას რა კანონი აღარ მოუგონეს, ხან გრანტების შესახებ კანონი. ფაქტიურად გაანადგურეს, ფაქტიურად. პრაქტიკულად გააჩერეს, დათო და გაჩერება ნიშნავს განადგურებას, ბუნებრივია, ცხადია. ანაკლიაზე ლაპარაკობდით თქვენ და დათო წარმოიდგინე, რომ ხალხმა ეს ანაკლიის თემა გაიგო, როდესაც ბადრის და მამუკას წინააღმდეგ დაიწყო დევნა. და ეს დევნა, რა თქმა უნდა, განპირობებული იყო იმით, რომ ანაკლიის პროექტი შედგა, ანაკლიის პროექტში ჩაერთნენ ძალიან ავტორიტეტული საერთაშორისო პარტნიორები, ახლა რო ამბობენ, რომ არ აინტერესებს არავისო. ამდენი წლის განმავლობაში წარმოიდგინეთ, გააჩერეს როდის 100 მილიონამდეა დახარჯული, უკვე მე როგორც ვიცი. ვალდებულები არ სრულდებოდა და ამ დროს ყოველ ახალ 6 თვეში და ყოველწლიურად თავიდან ვპირდებიან, რომ მშენებლობა აი ახლა დაიწყება და ასე შემდეგ. ამ რთულ ვითარებაში და აწეწილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შეიძლება ითქვას, რომ ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს მოსახლეობას, ქართულმა ოცნებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა დაუკარგა როგორც ეკონომიკური სტაბილობის, ისე უსაფრთხოების უსერიოზულესი გარანტი. და ჩვენ აგერ ხედავთ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთში ურთიერთობა დაარეგულირეს და რეგულირების მიზანი და ამოცანაც სწორედ ეს იყო, რომ მათ როგორღაც ეკონომიკური სტაბილობა, საერთაშორისო ასე ვთქვათ პარტნიორები, დიდი გზები, დიდი საკომუნიკაციო საშუალებები მოეპოვებინათ და დიდი ინვესტორები ჩაერთო თამაში და დიდი სახელმწიფოს ინტერესები ჩადებულიყო. ჩვენ ხო ვიცით, რომ დიდი სახელმწიფოს ინტერესები, როდესაც იდება ამა თუ იმ პროექტში, იქ დიდი დაცულობა მოდის, დიდი ეკონომიკური კეთილდღეობა მოდის და აი ამ ტურბულენტურ გარემოში ჩვენ გვექნებოდა, შეიძლება ითქვას, ანაკლიის პორტის სახით უსაფრთხოების ხოლგა და ამავდროულად გვექნებოდა ეკონომიკურად ძალიან სერიოზული ზრდა და ნაკადი ეკონომიკური ტვირთებისა და აქ მარტო სამეგრელოს მოსახლეობა კი არ ამოისუნთქებდა, რომელსაც გაუჩნდებოდა შემოსავალი და სამუშაო ადგილები. არამედ ასეთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ყოველთვის მოიყოლებენ კიდე თანმდევ განვითარებას მცირე თუ დიდი ბიზნესის სახით, გადაზიდვების სახით და ასე შემდგომ და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს აი ეს საუკუნოვანი ოცნება, რაც არის, რომ ჩვენ ვიყოთ შემდგარი სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო, ეკონომიკურად წელში გამართული სახელმწიფო და რომ გვიყვართ ჩვენი თავი, ჩვენადვე გვეყუდნესო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. სწორედ ასეთი უსაფრთხოების ხოლგის ქვეშ იქნებოდა გარანტირებული და არა ის, რასაც ქართული ოცნება გვთავაზობს, რომ დღენია და შიშის ფეთებაში უნდა იყოს მთელი მოსახლეობა და სულ შიშზე აგებენ ისინი. შიშზე კი არა, წელში გამართულობაზე, თვალინდელი დღის იმედზე და პირიქით, ასე ვთქვათ, შემართებაზე უნდა იყოს დამყარებული ჩვენი ქვეყნის აწმყო და ჩვენი ქვეყნის მომავალი. რა გვინდა მაშინ საქართველოს მართლა ტერიტორიად ხო არ გვინდა თუ აქედან ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაიქცევა. რატო 27,000-ზე მეტმა ბავშვმა დატოვა საქართველოს? მოვისმინე მეც და თავზარი დამეცარა, ამხელა ციფრია, დიდი ციფრია, ძალიან ციფრია. მინიმუმ ხო, სანამ ის ბავშვები სკოლას არ დაამთავრებენ, ისიც კარგ შემთხვევაში ეს ოჯახები უკან აღარ დაბრუნდებიან, იმიტომ რომ ამდენი წყვეტა განათლებას არ უყვარს და ბუნებრივია მშობელი ფიქრობს, რომ შვილს გარკვეული საყრდენი და გარკვეული მომავალი შეუქმნას და ჩვენ აქ რას ვთავაზობთ? ალტერნატივად რას ვთავაზობთ იმისთვის, რომ არათუ ემიგრაცია დაბრუნდეს და მათ ჰქონდეთ საქართველოში დაბრუნების ინტერესი, არამედ სხვები არ გარბოდნენ კიდე ათეულ ასასობით ჩვენი მოქალაქე. მე გუშინ გავხდით საგარეჯოში და საგარეჯო ერთ-ერთი მაგალითია და
რატი გუშინდელია ეს ამბავი, ამიტომ ყვებით, რომ საქართველოში ასეულობით ასეთი სკოლაა. დათო, ულამაზესი სოფელი და ესეთი ძლიერი სოფელი მანავი. სადაც გაუქმებული 450 ბავშვი ყოველდღიურად მეორე ცვლაში დადის საგარეჯო სკოლაში. ამ სიშვარეზე დადიან საწყლები. იხარჯება საწვავი, იხარჯება ხადიან მძღოლების თანხა და რაც მთავარია ბავშვები დასტრესილი, რომლებიც ჯერ ერთი ახლა ყოველდღე გამგზავრება და გამომგზავრება არ არის მარტივი ამბავი, ხო პატარა ბავშვებისათვის. არა და მანავი ერთ დროს იყო ყველაზე ძლიერი ქალაქი, კაცო, ქალაქი მეთქი დაბა და ქარხანა იყო ღვინისა. სოფელია და დიდი პოტენციის მქონე, მაგრამ დათო რა პოტენციაზე უნდა ვილაპარაკოთ, თუ კი სკოლა აღარ იარსებებს სოფელში. ეს ხო იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს მშობლებიც გაყვებიან თან და წავლენ ისეთ ადგილებში, სადაც განათლებას მიიღებენ და რა სიტყვით ეს ხალხი დათო? საოცარი ამბავი რა არის, რომ ეს სკოლა ზუსტად იგივენაირ მდგომარეობაშია, როგორ მდგომარეობაშიც არის საგარეჯოს ისტაჯარო სკოლა, სადაც ეს ბავშვები დადიან. და მშობლები რაკეთებენ, რომ რაღა იქია, რომ კაცო აქ შევაკეთოთ ეს სკოლა, შევარემონტოთ. ამდენი ფული რაც იხარჯება პრაქტიკულად ყოველდღიურად, ყოველთვიურად ამ ბავშვების გადაყვანაზე, გადმოყვანაზე, სტრესი, იქ რო ჩადიან ეს ბავშვები არიან რაღაცნაირად მეორე ხარისხოვან მდგომარეობაში გრძნობენ თავს, იმიტომ რომ დღის მეორე ნახევარში მიდიან იქა, არაფერს არ ანებებენ, ტუალეტში შესვლასაც კი უკრძალავენ, ლამის გათბობა, ირთვება. თავისი შინაგანა წესი აქვს და თავისი დანახარჯები აქვს და ის ვერ გაუყურს, ხო? ამ სკოლას და უზარმაზარი სტრესი, რაღაცა ბულინგი, რომელზეც ხშირად გვიყვარს თულმე. ლაპარაკი ამ ბავშვებისთვის და თან რაც მთავარია, განათლება ვერ არის ხარისხიანი. იმიტომ რომ 7 საათზე რო ბავშვი სახლში დაბრუნდება სკოლიდან, იმან ან რაღა დროს უნდა ისწავლოს და იმეცადინოს. ან მშობლები ამბობდნენ, ფულით რომ გქონდესო, ვეღარც მუსიკაზე მივიყვანთ ბავშვს, ვეღარც ცეკვაზე მივიყვანთ, ვეღარც რამე სხვა სპორტულ წრეზე მივიყვანთ თუ ხატვის წრეზე მივიყვანთ, იმიტომ რომ მთელი დღე მიაქვს იმას, რომ ეს ხალხი უნდა წავიდეს, გაემგზავროს მანავიდან 11 კილომეტრი გაიაროს და ჩავიდეს საგარეჯოში და მერე ისევ უკან გამობრუნდეს. დათო, ასეულობით ასეთი სკოლა არის საქართველოში. ვიღაცის კორუფციულ ინტერესებს, ვიღაცის უპასუხისმგებლობას ეწირება ჩვენი მომავალი თაობის ინტერესები. ასე ხდება თბილისში, ასე ხდება რეგიონებში. 3 წელი როგორ შეიძლება იყოს სკოლა ასეთ მდგომარეობაში? ხან ამბობდნენ, რომ სკოლა ისე ამორტიზებულია, რომ აღარ ექვემდებარება შეკეთებას და ხან ამბობენ იმას, რომ არა, ექვემდებარება, მაგრამ იმ დასკვნასაც კი ვერავინ, ასე ვთქვათ, საკუთარი თვალით ვერ ნახულობს, რომელიც გაცემულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მე მინდა თქვენი ეთერით, დათო, თქვენი მეშვეობით მივმართო საგარეჯოს გამგებელს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობას, რესურს ცენტრის ხელმძღვანელს, თავად ამ საჯარო სკოლის დირექტორს და მასწავლებლებს მინდა მივმართო. ეს სკოლა მარტო ბავშვებს ხო არ ეკუთვნით, არა? სოფლის წარმომადგენლებს მინდა მივმართო. რაში იღებს ეს ხალხი უზარმაზარ ხელფასებს? რაში იხებენ უზარმაზარ ფულს, თუ კი ისინი არ გამოადგებიან თავის ფიქრია, საინტერესო იდეა დამებადა ამ ქვეყანაზე. განათლებაზე დიდი ინტერესი და ბავშვების ინტერესზე დიდი ინტერესი არ არსებობს არც ერთი ოჯახის. ფიქრია, ცოტა ის გამოჩნდა ეთერში, რა ქვია, ივანიშვილი. სხვაჯერს მილიარდზე მეტი აქ ანგარიშზე. სთხოვათ მოდით მას, რომ აი ამ მანავში გაიღოს თანხა და სასწრაფოდ რეაბილიტაცია გაუკეთოს იმ სკოლას. მე არ ვიცი, გრევის პირას არ იქნება აშკარად კაპიტალური რემონტი აქ. ჩვეულებრივად გამოიყურება იმ სკოლაში ბიბლიოთეკა მუშაობს, იმ სკოლაში ესე იგი ვარგისი არის. გთხოვოთ შემოფიქრია, მე ვთხოვთ ცოტნე ბატონო, ცოტნე ივანეს მოდით გაიღეთ თანხა და იმისი რა ქვია, მანავის ლეგენდარული სოფელია, სხვათა შორის მანავის ღვინო ცნობილია, სამარკო ღვინოდ ითვლება, მოდით გაიღეთ თანხა და სასწრაფოდ გაურემონტეთ ეს ისა რა ქვია, რომ სექტემბრისთვის მანაველი ბავშვები 11 კილომეტრით კი არ შორდებოდნენ თავიანთ სახლსა და სკოლას, არამედ იქვე იყოს.
თუ ამას გააკეთებს მე ამ შემთხვევაში პრეტენზია მაქვს ხელისუფლებასთან ბიუჯეტში ჩვენ ვიხდით თანხას, ამ ბავშვების მშობლები იხდიან თანხას ბიუჯეტში. მე დრო მეხსიერება არ გვალატოსო, დაახლოებით 30 თუ 40 სკოლაა გასარემონტებელი საქართველოში და თანხას არ ყოფენ ამაზე. რაც აკეთებს ამაზე უკეთეს, იქ ჩამორიგებული რო აქვს ხელფასები და ახალ აი მართა გეუბნები, აი პროფესიონალი პოლიტიკოსი ხარ, ერთს გეტყვი რა, 600 მილიონი დოლარი, ეს არის 1.2 რაღაცა ესა ლარი. გაიღო ამ კობახიზე, რაზე იცით რომ გვირაბი გაიყვანოს აი მაშინ რა ქვია კავკასიონის ქედზე. რა საჩქარო იყო ისა? სკოლისთვის დაეხარჯათ. აი ბევრი სკოლა ესეთი, მე როგორც ვის სადღაც 40-50 სკოლა კაპიტალურ რემონტს ექვემდებარება. ამაში ჩაედოთ ფული. აი გუდაურის ქვეშ გაღავთ 9 კილომეტრიანი გვირაბი რისთვის? რომ რუსულმა ავტობუსებმა იარონ იქ. აი ამის იდიოტები არიან, როგორ შეიძლება იმაში ფულის დახარჯვა? კრედიტი აიღოთ იმაზე, მაგრამ აი სკოლები აუცილებლად უნდა გარემონტეს. რაც აბარაფერს ვამბობ იმ უხარისხო მშენებლობაზე ხადასხეობაში როგორი იცით თქვენ რომ გამოუხარეს. აი იმეც ვიტყვით რომ ეგება აი ცოტე იმანდო რა ქვია ივანიშვილმა გაიყოს თანხა არა მგონია რომ იქ ბევრი თანხა მოინდო მაქსიმუმ 1.5 მილიონზე მეტი არ იქნება ამ სკოლისთვის ახლა არა სკოლის და მანავის თემა არ არის მარტო აგერ თბილისშიც გექნებათ ნანახი ნიკა ჩერქეზიშვილი აქტიურობდა ძალიან მე-14 სკოლა ნაძალადევში მე-10 სკოლას თუ არ ავსწრებთ ანგლიურია ბევრი ეს ბავშვები თბილისში წარმოიდგინეთ რომ მიდიან ისედაც რამხელა გადატვირთულობა არის ხომ საცობები ეს ბავშვები მიდიან როდის მივლენ სკოლაში როდის შევლენ გაკვეთილებზე მათი გაკვეთილები უფრო მოკლეა და ისედაც ეს დამოკლებული სასწავლო ფიქრია მე არც ვიცი ისი განათლების მინისტრი ვინა საერთოდ არ ჩანან ეს ტიპები აი ვისაც ევალება ამათზეს რუნო არ ჩანან და მე და შენ საუბრობ აი მე მის ადგილას შემწხვებოდა დღეს რაც შენახდა და ფაქტები დააფიქსირე მინისტრი გამოჩნდა რაზე ხო გახსოვთ გამახსენეთ თემაზე სასწავლო ფორმების თემაზე სასწავლო ფორმები არ ვიცი ხა აზრი საქმე არ აქვს მაგობეთ ვინაა ჩვენთან მინისტრი მე ნამდვილად არ ვიცი მაგრამ უზარმაზარი თანხაჯდება ეს სასწავლო ფორმები ესეთ ოჯახებს უნდა დააწვეს ის ერთ-ერთი განათლების სისტემას სხვა პრობლემა არ გააჩნია სასკოლო ფორმების შემოღების სისულელეა რა მე სადაც ავიკითხე გონი 300 ლარის ისო არის საყიდელი და ცოდვა ხალხი რასაწვალებენ ეტავი უნდა სამწლელი როყავს ოჯახს წარმოიდგინეთ რამხელა დანახარჯი აქვს და თან ბავშვი წლიდან წლამდე ისე იზრდება რომ ის ფორმა მეორე წელს ისევ თავიდან საყიდელი ხდება ხო რაც ნოყოს უთხეს ყველა მინისტრი შენა ბედოლათები არიან რა რასა ურთულებენ ცხოვრებას ხალხს რა ფიქრია რას ფიქრობ აწყოზე რას ფიქრობ ძალიან მაინტერესებს შენი აზრი და ლელოს აზრი ერთი გუნდი ხარ თქვენ დათო ანაკლით დაიწყეთ და დღეს ჩვენს წარმომადგენლებს ანაკლიაში ქონდათ ძალიან ამიხარდა უსმენდი და ისე მომეწონენ რომ მიფინდი და კიდევ ერთხელ გავახსენეთ მთელ საზოგადოებას და უთხარით რომ ჩვენ ვერ დავივიწყებთ ანაკლიდს ჩვენი პარტნიორები ვერ ივიწყებენ ხო ხანდახან ვიღაცებს ეგონა რომ მამუკა ხაზარაძიც უნდა ყოფილიყო ეს ანაკლის სპორტი არა და ის სახელმწიფო წილი იყო უზარმაზარი უმრავლესობა სახელმწიფოს ჰქონდა ამ პროექტში და უდიდესი სტრატეგიული ინტერესი თუ თავის დროზე ჩვენ ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ასე ვთქვათ ნავთობსადენით გავხდით ამ ხრივ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქვეყანა ამ ეპოქაში უკვე ანაკლიის სპორტი არის ჩვენთვის ასეთი შესაძლებლობა და იგივე ჩვენ მეზობლად როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეგრეთ წოდებული ტრამპის დერეფანი რომ დაარქვეს ამ ზანგეზურის დერეფანის გაგრძელება ერთის მხრივ ძალიან კარგია რა თქმა უნდა რაც უფრო მეტი ასეთი გზა იარსებებს მაგრამ მეორე მხარეა რომ თუ ყველა გზამ ჩვენ გვერდი აგვიარა დათო ჩვენი ეკონომიკური ინტერესები ამ დროს კვდება და საქართველოს სად რითი უნდა იყოს საქართველოს საინტერესო დანარჩენი სოფლიოში ის რომ ჩვენ ზღვის ქვეყანა ვართ რითი უნდა გამოვიყენოთ
ეს ძალიან სერიოზულ შესაძლებლობაც დაანაკლია, გაჩერდა იმიტომ, რომ ეს იყო რუსული ინტერესი, ვიცით კარგად, რუსებს არ უნდა პუტინი გაბრაზდა მაგ ამბავზე, რო გაიგო. ოჯამჭირის პორტის აშენება და მარტო მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი არ დაუწყეს დევნა. ამაზე ბევრი ლაპარაკი არ ყოფილა. თვითონ თავისივე ორი პრემიერ-მინისტრი შეწიდეს, თუ გახსოვთ. ერთი კვირიკაშვილი, რომელიც იყო ამერიკაში ჩასული და როდესაც პენსმა მას უთხრა, რომ მახსოვს ეს კადრები. აუცილებლად უნდა ასე ვთქვათ, აშენებულიყო ანაკლიის პორტი დაბრუნდა უკან და ეს ვალდებულება რომ ჩამოიტანა, ის მოხდეს სრულიად გაათავისუფლეს სრულიად მაგას შეეწერა კვირიკაშვილი. იყო ეს ბახტაძე, რომელიც არაფრით არ გამახსოვდა სხვა რამით, ისიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, მასაც უთხრეს ძალიან კაპიოდ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს დემოკრატიულ სამყაროს აქვს ინტერესი, რომ საქართველოში გამჭვირვალე ინვესტიციით შენდებოდეს ინფრასტრუქტურული პროექტები და არა შენიღბული რუსული ინტერესით და ჩინური გაუგებარი ინტერესით. აგერ გამოაშკარავდა, რომ ძალიან კაბალური პირობებით სთავაზობდნენ თურმე ჩინელები, აბსოლუტურად კაბალური პირობებით ამ მშენებლობის დაწყებას, ისინი რომ ძალიან იწონებდნენ თავს ქართული ოცნების წარმომადგენლები. რომელი ერთი უნდა ვთქვათ, ხო? ანაკლიის პორტს ეს დამართეს, განათლების სისტემაში ეს ხდება, ფასები და ეკონომიკური პოლიტიკა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და საერთოდ რატო არსებობს მათი შესაბამისი სტრუქტურები თუ კი ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამენ. წამლებზე როგორი ფასებია, ვხედავთ. თვითონ ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ დათო, რომ ყოველი მათი ახალი გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობას უქმნის პრობლემებს. მანქანების რაღაცა ვადის დაწესება, ხო? ეფსილიანის საშილად იქცევია, საშილად. ხო, თითქოს ჰაერს და ყველაფერზე რო ჯარიმებს უმატებენ, ყველაფერზე უმატებენ ჯარიმებს. საშინელება. ლაპარაკი და თქვენ ახსენეთ კიდე ის კატასტროფა, რაც თუკი პროტესტს გამოთქვამს ვინმე ტროტუარზე დგომისთვის დაჯარიმება, პოლიციელთან ახლოს გავლისთვის დაჯარიმება, ვიღაცამ რო გვერდი აგიაროს, მე მოგიგონებენ რომ არა ვერ აგიარა გვერდი და ამისთვის დაჯარიმება, აღარაფერს ვიტყვი იმაზე რომ ჩვენ გვყავს სინდისის პატიმრები, აი ცოტნე ივანიშვილი რამდენჯერმე ახსენეთ თქვენ და აი ამ ცოტნე ივანიშვილის ხელა ბიჭები სხედან ციხეში ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესის გამო. არც ერთს არაფერი ადავშავდია ისეთ ხედან ციხეში. ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ან უნდა სწავლობდნენ, ან უნდა შრომობდნენ, ან უცხოეთში უნდა მიდიოდნენ განათლების მისაღებად, ან ოჯახებს უნდა ქმნიდნენ. და არავინ არ არის ნაკლები არც ცოტნე ივანიშვილზე და არც ხელისუფლებაში მყოფი რომელიმე შვილებზე. თუ პირიქით არა, იმიტომ რომ ისინი არიან თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანები, მათ უყვართ საქართველო, მათ უყვართ სამშობლო და მათ თავიანთვის უნდათ დემოკრატიული და ბედნიერი მომავალი და როდესაც გამოდიან და ლაპარაკობენ ტყელი სიტყვებით, უნდა იცოდნენ, რომ ასეთი უსამართლობა, რაც დღეს უფევს, არავის არ შერჩება. შეუძლებელია რომ ეს დაუსჯელი დარჩეს. მათ უნდათ დღეს რომ ამერიკასთან თუ ევროკავშირთან რა კი არ გამოვიდა სხვა არაფერი და აგერმათი ურბანიც კი ჩაიხსნა ძალაუფლებიდან და მიხვდნენ იმას რომ ზაზა შათირიშვილის სტერილების იმედად ვერ იქნებიან და ვერ ყობახიძის რაღაცა წარმოუდგენლად ინფანტილური რაღაცა და ახირებული აზრების იმედად. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილმა რაღაც საფრთხეები რომ დაინახა, მას მოუნდა რომ ეხლა დაარბილოს პოლიტიკა და აგერ ჩვენ რა კარუსელი დავინახეთ, ხო? აგერ ააკრეს ამდენი ორდენი თუ რა ქვია წოდება დინარაძეა პენსიაში გაიგო აქ აი ფიქრია მართაგევნები ჩამოშლის ზღვარზე არიან სისულელებზე აკეთებენ საუბედუროდ ფიქრია ქუჩაში დგას ნიკა სიმონიშვილი მელოდება დიდი მადლობა ამ საუბრისათვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აი მანაველებო რომ ადე კიდევ აი ამ იმას რა ქვია ბიზნეს ვარს მოესხოვეთ მის სახელობის სკოლა გააკეთეს და გაარემონტოს, იქნება და ძალიან კარგი და ეფექტური გამოსავალი.
არა ბაბადირა დრო არ რჩება ფიქრია ბრაზილიაში ხანძარს აქრობდა ეს ბიჭი მინდა ესე გაგახსენო რა ბრაზილიაში ხანძარში ჩადო 1.800.000 და ხადაიხადოს მანავის სკოლის რეაბილიტაციაში თანხა კაცო და ისტორიას დარჩება ელემენტარულად მე პირველად ნახე ცოტნე არც მე ნახა არასოდეს და გააკეთე ცოტე ბატონო მანავის სკოლის რესტავრაცია ისა ყოველ შემთხვევაში ყარადროიდან და უშიშრადო დადიოდნენ ბავშვები ძალიან ქართულ საქმეს გააკეთებთ მოგიწოდეთ ამას მეც და ქალბატონი ფიქრიას რადგან სულითა და გულით ყვებოდა ამ ფაქტზე ფანტასტიკური კატაკავს ფიქრია ფანტასტიკური ანტაბალო მერე კაცო პირიქით კარგი ნიშანია აი მორჩა ეს ნამდვილად ცოტესაც მოეწონება ლამაზი ფერის კატა არის მისი შვილები ვაჩუქოთ თუ ის მოიდომებს თუ არა და მე ავიყვან მე შვილებს ძალიან ლამაზი და კარგი კატაკავს ფიქრი დიდი მადლობა